დიდია ღვაწლი დავით აღმაშენებელისა, მაგრამ ეს სიძლიერე მიანიჭა მას უფალმა. იგი გაზრდილი იყო ეკლესიასთან და ეკლესია და სახელმწიფო გამთლიანდა და მიენიჭა ეს დიდება, რომელსაც ჩვენ დღეს ასწავლობთ. გენიალური ადამიანი ყველაფერში გენიალურია. სულ პატარა იყო, თქვენ იცით, 16 წლის, როცა ღვთის განგებით მას დაადგეს სამეფო გვირგვინი და უპირველეს ყოვლისა იგი ზრუნავდა ხალხისათვის, ხალხის მთლიანობისათვის, ერის მთლიანობისათვის. დავით აღმაშენებელს რომ არაფერი არ გაეკეთა და დაეწერა მხოლოდ გალობანი სინანულისანი, მისი სახელი უკვდავი იქნებოდა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. გალობანი სინანულისანი ამბობენ იმის შესახებ, რამდენად სულიერად მაღლა იდგა ეს პიროვნება, რამდენად გრძნობდა სინანულის აუცილებლობას, გრძნობდა იმას, რომ სინანული ეს არის პირველი სამკურნალო ძალა, რომლის გარეშე ვერ ცხონდება ადამიანი. დავით აღმაშენებელის კურთხევა და მისი ლოცვა ეწეოდეს საქართველოს.